20 წელის სცენაზე 5 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ოპერის მომღერლის სურაბ ზურაბიშვილის კონცერტი გაიმართება. საღამოში მონაწილეობს ასევე პიანისტი ალესანდრო მიშიაცი. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა ოპერის მომღერალი სურაბ ზურაბიშვილი. დილამშვიდობისა ბატონ ზურაბ. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა თქვენ რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი და უნდა ვისაუბროთ უნებრივია თქვენს სოლო კონცერტზე, რომელიც როგორც უკვე მოახსენეთ მაყურებელს 5 დეკემბერს გაიმართება კონსერვატორიაში. დაიწყო თუ არა უკვე მზადების პროცესი, როგორ მიმდინარეობს, რეპეტიციები ჩაატარეთ თუ არა, როდის იწყება ეს ყველაფერი, რომ გითხრათ პირველ რიგში და მერე უნებრივია სხვა დეტალებზეც ვისაუბრებთ კონცერტის შესახებ. კი, აი დღეს დილის 5 საათზე ჩამოვიდა ბატონი ალესანდრო და დღეს უკვე საღამოს 5-ზე უკვე ვაპირებთ რეპეტიციას. დღეიდან იწყება ხომ მზადების პროცესი? კი, ხო, ორი რეპეტიცია გვექნება, ერთი დღეს და ერთი ხვალე და ზეგ უკვე კონცერტი. მე და ალესანდროს უკვე მინიმუმ 20 წელი გვაქვს უკვე ურთიერთობა ეს ერთმანეთთან მუსიკალური და ისე ვიცნობთ ერთმანეთს რომ ძალიან დიდი ხანი რეპეტიციები არ გჭირდება ჩვენ. რაც შეეხება რეპერტუარს, რა შესრულდება კონკრეტულად 5 დეკემბრის კონცერტზე, ბუნებრივია სოლო კონცერტია, ბევრ ძალიან მნიშვნელოვან თქვენთვის საყვარელ, საზოგადოებისთვის საყვარელ ნაწარმოებს მოისმენს მაყურებელი. კონკრეტულად რა შესრულდება, შეგვიძლია თუ არა მნიშვნელოვანი მომენტები ამოვიღოთ ასე ვთქვათ კონცერტიდან. კი, რა თქმა უნდა. მე საერთოდ ევროპაშიც და ყველგან სადაც ვაკეთებ სოლო კონცერტებს, ის ამაქვს ტრადიცია რომ ვიწყებ ქართული ნაწარმოებით. ზეგაც ასე იქნება, არაყიშვილით ვიწყებ. შემდეგ მოყვება ნეაპოლიტანური სიმღერები, ასევე ტოსკადან, არიები, ჯამბაზებიდან, ოტელოდან, ძანდონაის რომეო და ჯულიეტადან და სარსუელაც იქნება ესპანური. შესრულდება 16 ნაწარმოები, ისე რომ ძალიან რთული იქნებოდა ალბათ თავისთავად ამ 16 ნაწარმოების ამორჩევა 20 წელი არ არის ცოტა დრო საიმისოთ რომ დაგროვდეს საკმაოდ დიდი რეპერტუარი ხომ თავისთავად. ხო, ეს რეპერტუარი სპეციალურად ამოვარჩიე, რომ რა უფრო მოეწონებოდა ქართულ მაყურებელს და იმიტომ ეხლა სხვაგან გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში სხვა რაღაცას ვიმღერებდი მაგალითად, მაგრამ აქ ეხლა ამ შემთხვევაში ესეთი ნაწარმოებები ამოვარჩიე, ესეთი რომ აი ყველას რომ ესე იგი არის იქ ნეაპოლიტანურებიც არის და ვაგნერიც არის შიგნით. მაგალითად ზიგმუნდის არია ვალკირიიდან და სერიოზული მუსიკებიც არის და ყველანაირია რომ ყველას რაღაცა ერგება. ქართველებთან შეხვედრა, თანამემამულეებთან შეხვედრაზე მინდა გკითხოთ აუცილებლად, რომ შევადაროთ, ასე ვთქვათ, მაყურებელი, ქართველი, უცხოელი, ევროპელი მაყურებლები, ალბათ უნებრივია სხვადასხვანაირია მსმენელი, მათი შეფასება, ქართველებთან შეხვედრა რას ნიშნავს თქვენთვის და სოლო კონცერტის ჩატარება საკუთარ ქვეყანაში? არა, ქართველებთან ჩემთვის უფრო ადიდებს მნიშვნელობას, იმიტომ რომ კი ვარ ახლა 30 წელია უკვე მე საქართველოში არ ცხოვრობ. მაგრამ კიდე ერთი 80-იც რო არ ვიცხოვრო, მე რაც ვარ ის ვიქნები სულ და ქართველი ვიქნები სულ ყოველთვის და ქართულ მაყურებლებთან და ქართულ ხალხთან საერთოდ ხო ურთიერთობა მიყვარს მე ყოველთვის და სანერვიულოც არის და საპასუხისმგებლო და საბოლოოდ თუ მიხარია. ძალიან. როგორ დაიწყო თავისთავად ამ კითხვის გარეშე ბუნებრივია ჩვენი შეხვედრა არ დასრულდება. საინტერესო არის როგორ გამო ამ 20 წელმა თქვენ პირველი ნაბიჯები რომ გავიხსენოთ და როგორ გამილეთ ეს გზა. მე წავედი სასწავლებლად 1994 წელს. ზალცბურგის მოცარტეუმში, ხა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული კონსერვატორია არის მსოფლიოში. და იქ ესეთი ის იყო მისაღები გამოცდები ერთი 120 ადამიანიდან აიყვანეს 9 მხოლოდ და მეც გამიმართლა ალბათ და მოვხდი იქ იმ 9-ში.
და იქ მე დავიწყე სწავლა, იქვე დავამთავრე და 2003 წლიდან უკვე დავიწყე ქალაქ აუგსბურგის ოპერაში მუშაობას, სადაც დავაგროვე რაღაც რეპერტუარი, მის მერე უკვე წავიდა უკვე სხვა თეატრებში, აქეთ-იქით ყველგან მსოფლიოში, ბერლინი, ციურიხი, სიდნეი, ტაიპეი, ათენი, ლონდონი, კოპენჰაგენი, ყველგან, აბსოლუტურად. და ესე იგი დღესაც უკვე ესე იგი ერთ ოპერასთან აღარა ვარ მიჯაჭვული როგორც იქნა ყველგან სადაც არის ესეთი შესაბამისი შემოთავაზებები იქ ყვერი ვარ. თქვენ ახსენეთ რომ 20 წელია უკვე შემოქმედებითი ურთიერთობა გაქვთ ბატონ ალესანდროსთან, მუსიკოსთან, რომელიც თქვენს სოლო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, ასევე პიანისტთან. რომ გაიხსენოთ, როდის გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში ეს მუსიკოსი, როგორ დაუკავშირდა თქვენი კარიერა? კარგი, ერთმანეთს. მოგიყვებით ახლა ერთ ისტორიას, რომელიც ჯერ ესე იგი არავინ არ იცის. ძალიან კარგი ისტორია. ასეთი ისტორიები მოგწონს. იმიტომ რომ ესე იგი რომ დავასრულე მე ზალცბურგში. იქ რომ ესე იგი ამიყვანეს აუგსბურგში, ისეთი ის იყო როლი, რომ არც ის იყო სიდიც არ იყო იმ როლში, არაფერი უნდა ესე იგი მესწავლა ერთი თვის განმავლობაში ეს როლი. დიახ. და რო გენახათ ბანკში მინუსში ვიყავი უკვე, აქეთ-იქით არაფერი პიანისტსაც ვერ ავიყვანდი, რომ ესე იგი დამხმარებოდა, ვისაც ვთხოვე ყველას მითხრა, ესე იგი უარი, არა, ეხლა არა მაგდრო, ეხლა არა მაგდრო. ალესანდროს კარგად მაშინ ესე იგი არც ვიცნობდი ისე და რომ ისა ყური მოკრა ეს რაღაცას ყოველ დღე ესე იგი როცა ასრულებდა მუშაობას მიბარებდა. დიახ. მომეცადინებოდა სულ ესე იგი უფასოდ აბსოლუტურად და თან მერე გაკვეთილის მერე თან რესტორანშიც მეპატიჟებოდა. აი ხოდა ხა ესეთ ადამიანი თან ახლა როგორც მუსიკოსი არის უმაღლესი ხარისხის დაწყებული რიკარდო მუტიდან დამთავრებული კრისტიან ტილემანამდე ყველა ესეთი დირიჟორი აპატიჟებოდა. როგორც პიროვნული თვისებებითაც და ნიჭის დამფასებელი სულ ყველაფრით აბსოლუტურად. აი ისტორიიდან მომდინარე რაც გაიხსენეთ. ხო, ხა ეს არ არის ისეთი ისტორია, რაც ხშირად არ ხდება ესეთი რაღაცები და ეგეთი ადამიანიც არის და ესეთი მუსიკოსიც არის. ორივეა და მიხარია რომ აგვაქვს ახლა ჩვენ შესაძლებლობა და ასევე მადლობა ქალბატონ ანა ჯაღმაიძეს, რომელმაც აი ეს ყველაფერი შეკრა და მოამზადა ეს კონცერტი. რჩევები ახალგაზრდა დამწყებ მუსიკოსებს, თქვენს მომავალ კოლეგებს, რა შეიძლება ვურჩიოთ, რომ სწორად გაიარონ ეს წარმატების გზა სამომავლოდ, რომ თქვენსავით წარმატებული ბევრი ადამიანი ქართველი ყავდეს მუსიკოსი მსოფლიო ასპარეზზე. არა, ქართველები იმდენი არიან ისედაც და იმხელა ისა ნიჭი, мотиваცია და შრომის მოყვარეობა მოდის აქედან, რომ მე ხშირად ვხედავ ეხლა ხანსაც მაგალითად ეხლა ხო ოქტომბერში სოფიაშიც ქართველთან ერთად ვიმღერე ჯამბაზები და აი უმშვენიერესი ახალგაზრდა მომღერალი და ისე რომ ნუ რა ეხლა ძირითადად არის იშრომო. ნიჭი და ეს ყველაფერი არის 20% ალბათ და 80% უნდა იშრომო. ეხლა ვოკალში ყველაფერი არის ენა, მუსიკალური განათლება, ინტელექტი, ბედი კაპიტალობა ყველაფერი ერთად უნდა იყოს. ემოციური მზაობა ალბათ ამ ყოველთვის ხომ ზოგადად ყველაფერი უნდა იყოს ერთად. ერთი რაღაცას რო ესე იგი ეკლდეს უკვე ის აღარ იქნება. ის ვეღარ იქნება ის შედეგი. ეგრეა. თქვენთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული საღამოები, პარტიები, ეგრეთ წოდებული თუ გქონიათ თქვათ ეს საოცნებო როლი, ასე ვთქვათ და პარტია. ნუ მე
ნუ ჩემი ორი არას სამს გეტყვით. ყველაზე უფრო საყვარელი როლები არის ოტელოს როლი, ტრისტანის როლი, ტრისტანი და იზოლდა და ესე იგი არსებობს ასეთი ოპერა La Juive, ალბათ ის იქნება ქართულად ებრაელი ქალი ალბათ ესე. ეს ალევის ოპერა არის, რომელიც ხშირად არ იდგმევა, მაგრამ ესეთ დიდ ოპერის თეატრებში იდგმევა და აი ეგ მაქვს ხშირად რა, ნამღერი და მაგაზეც აი გული იგდებს ჩემი. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ბატონო ზურაბ, 5 დეკემბერს გაიმართება თქვენი სოლო კონცერტი 15 საათზე. სანდროსთან ერთად, 15 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კი. დასწრების შესაძლებლობა ვის აქვს ესეც რომ ვთქვათ მაყურებელს? ბილეთები იყიდება. იყიდება ბილეთები. ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ თქვენი სოლო კონცერტი იხილოს. კი, აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ასევე. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი და გემშვიდობებით. ოპერის მომღერალი ზურაბ ზურაბიშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.